დღეს Prime House-ში ნახავთ. შენ რასაკეთებ? შენი ტრენდები კი არ დევს TikTok-ზე, ჩემი ტრენდები დევს. და მიმიტრიალე კიდე გიორგს, კიდია. არის დაფა და ვართ მონაწილეები. ხალხის ადრე თუ არ გაინტერესებს, შეჩემისტროლა და საჩემოდი ხარაბა. ხე გამოჩერდი ხე კი არ ჩასვი. გამარჯობა. რა იგი რა ამბები ყოფილა? სალომე და წუბა გარო არიან. ეხა დედის შრეალს ავტეხავ აქ მაინცა. აქ ფეთქდება. მე ხმა არ მომიღია არასდროს აქ, რაც არ უნდა ყოფილიყო. იქნება ძალიან დიდი შეჯახება. თავს რატომ მიეცი უფლება? რაც მითხრეს, უბრალოდ ის გავაჟღერე. ბრალდება, გიორგი, მაყურებელს ეუბნები რომ მე ვხვდები გიორგი და გერ. ძალიან გთხოვთ, უბრალოდ ერთი ტელეფონი შემოგვიტანეთ. მთელი თბილისი იწერება რომ აშარაშკა. როგორ აგიხსნა რომ ჩემ ოჯახის წევს ნუ ეხები, ოჯახის წევს გიხსნებ და ოდიში მოუხადე და სულ შვილ გაია. შვილ მიშველეთ! გამბივარ. ვიჯრე აქ 20 წლიან TikTok-ერებთან და ვიგონებდი მაგაზე ტყუილებს. ავთუ სკოლაში გაგვიანდება. ტელეფონები მოვიდა. არ ვღადაობ. ავიდანი შეფერე. კარგად, იმიტომ რომ შემოგვიტანეს ტელეფონები და ტელეფონში ვნახე ხალხის იმ ხელა გვერდში დგომა, საერთოდ არ ველოდებოდი მართლა და ხალხო კიდევ ვერ ხვდები. ანუ ფაქტიურად მე არაფერი არ გამიქთები იმისთვის რომ გიყვარდეთ ესე, მაგრამ მადლობა რომ გიყვარვართ ისეთი როგორც ვარ. რა მოხდება მე რომ წავიდე შაბათს და დავთვალო პროექტი. რა მოხდება და სიმპათიური ბიჭი ახლა დარჩება აქ. ფიქრები, ლაპარაკი, კაჭი. მედიტაცია, ფიქრები, ლაპარაკი, საუბარი, გადაწყვეტილება, ანუ ორ ადამიანს შორის მიცემა, საყვირისკაცემა და დაბრუნება. ანუ მოდიხარ. იცი რა მაინტერესებს? რა გაინტერესებს? შენ დილიდან დგები და გიტაროს შლი? ღმერთო ჩემო. უფალო. იცით რა მაინტერესებს? მე ისეთი ბოსი ვიყავი ამ კვირას. აუთსაიდერობაც კი შევძელი. მაინტერესებს ბავშვები რას ფიქრობენ. აუთსაიდერი ვარ პირველ რიგში, თუ ბოსი. აბა ვკითხოთ. ანი.
აუთსაიდერი ვარ თუ ბოსი ჯერ? ბოსი ხარ. გენაცვალე. დილამშვიდობის. გიორგი როგორ ხარ? ხარ გაგუძებ. ბავშვებო, ბოსი ვარ თუ აუთსაიდერი თქვენთვის? მონაწილე. გენაცვალე. შენ ცუდად ხარ კიდე? ჩემთვის მეგობარი ხარ პირველი. შენთვის არა. ცუდად ხარ კიდე? არა. უკეთ ხარ? თქვენთვის პირველ რიგში ვარ ბოსი თუ აუთსაიდერი? ხოდ უფრო მცარე კითხვები და უფრო მცარე კითხვები და უფრო მცარე ბოსი. შეიძლება ბოლო ჯერ გელაპარაკებით ესე ღიად და ესე გულით რა. მაგრამ არაფერს არ მანობს საერთოდ და მთელი პროექტი რაღაცის მტკიცებაში გავატარე და შეიძლება რაღაცა შეცდომები, უმნიშვნელო შეცდომები დავუშვი. მაგრამ თქვენც დებით ხოლმე და გაგებით უნდა მოეკიდოთ. ხანდახან მინდება ხოლმე ვიღაცას დაველაპარაკო ისე რაღაცა ჩემი გულის ტკივილი ან რაღაცა შეხედულებები რო უთხრა, მაგრამ აქ ვერავის ვერ ველაპარაკები. რაღაცა ისეთი აგრესიული ტიპი და კონფლიქტური ტიპი გამოჩნდა, მაგრამ კონფლიქტში ვიღაცის რაღაცას ვიცავდი და ვიღაცასთან მიმართებაში რაღაც არ მომწონდა და უბრალოდ ეგ იყო მიზეზი და დღეს ყველა ეგ ადამიანი შემომიტრიალდა ვის გამოც რაღაცა კონფლიქტები მქონდა მოსული. თეონარ წიზაკიშვილმა მითხრა, რომ შენ უნდა აზღაიძესთან რო რაღაცა აგრესიულად კონფლიქტი მოგივიდა, ანუ აი გუში რო შენ ერთთან ბავშვი იყავ, ვიმემ რამე გითხრა გაჩუმდიო და ვის ერთთან ბავშვი ვიყავ? აი რო ჩხუბავდით. ვის ვეჩხუბებოდი, ვის? ვის? და რა? 10 კონფლიქტიდან თუ 20 კონფლიქტიდან 19 მაგათ გამო ვიჩხუბე თუ ვიკამათე, რომ შეურაცხყოფებს იღებდნენ და ანუ შემეძლო წყნარად მთელი პროექტი წყნარად ყოფილიყავი და ისე მივიდოდი ფინალამდე. ეგ პროტესტი რო განმოვთქვი, ეხლა მე მომიტრიალდნენ. მერე ჩვენც შევწუხდით, ეხლა და რა შეწუხდი? რა შენ რაღაცა გეწყინა გვერდზე რო დაგითეკით ყველა ეხლა და ბოროტები და ერთ წამს გაიწე. ბოროტები და რაღაცები რო ისთვის გები. მართლა არ ვიცი რა იქნება შაბათს რა. მაგრამ რა მაქვს რაღაცის იმედი და მართლა არაფერს არ ვნამობ და ყველას მიმართებაში აი უკან დაბრუნება რომ შემიძლოს ანალოგიურად მოვიქცეოდი რა. რა შევიმაზან? ხატვარ ჩამოდიხარ და წერა მერჩევნი ამჯერად. ბიჭა, რა მინდაესებს? ეჟექტ მინდა. გუშინ შენ იჩხუბე? ანუ ბავშვთან რამე კონფლიქტი იყო? ანუ შელაპარაკება. რამდენიმესა. ნაწყენია ვინმე? ნაწყენი მე უნდა ვიყო მაგრამ. ამო რა, ჩავიდეთ დაბლა რა. ამო პროსტა ჩავიდეთ დავუძეთ. უსამართლობაა ის, რომ ლაშა გარიყული აღმოჩნდა და ყველა ლაშას შეაწმინდა ხელი. ანუ როგორც დავინახე, დღეს მაზანა ცალკე იყო გარიყული და ბავშვი ძალიან მაინტერესებს, ვიც როცა არაფერი არ დაუშავებია, ანუ რატო არის ბავშვი გარიყული. 7 დისლაიქით რო ჯდები აუთსაიდერზე, ახსნაც უნდა გქონდეს. თან 6 რო გოგო გაძლევს, ეგ უკვე რავი პრობლემაა. გოგოებს მაზანა იდგა გვერდზე და ჯიგრულად იყო, ისე არც ერთი ბიჭი არ ყოფილა, არც ერთ გოგოსთან, ხო ესე? ეგრეა კი. ტიპი მინა 1 საათია, 2 საათია ზის, გვერდზნაობ, რომ არ არის კარგად. და გოგოების ხვერჩი დგომა ამ შემთხვევაში რა შუაშია? იმ შუაში ელემენტარული საჭმოს რო ჭამთ, ან დაუძახოთ, ან რაღაცა გავაკეთოთ. ყველა ადამიანი და ყველა მონაწილე იმსახურებს გვერდში დგომას. არ აქვს მნიშვნელობა აუთსაიდერი იქნება, ჩვეულებრივად დარჩენილი მონაწილე იქნება. ჩვენ ვართ ადამიანები და ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ. ვიღაცებს დისლაიქს ვაძლევთ, იმიტომ რომ ვთამაშობთ. მაშინ უნდა იყოს თამაში. და არა ვიღაცას მეტი დისლაიქი აქვს და მე დისლაიქს გაძლევ, ანუ ეგ თამაში არ არის. ლაშა არ გამიწერია. ანუ დაფიდან გამომდინარე მივიღე მე გადაწყვეტილება. ასე რომ ლაშა უკვე ფაქტობრივად იყო აუთსაიდერი. არის დაფა და ვართ მონაწილეები. და მაქვს 7 დისლაიქი. ხო ეგრეა? ანუ მაგას ვამბობ, რომ რატო უნდა მომცეს ისეთმა ადამიანებმა დისლაიქი, რომელიცგანაც არ ვიმსახურებ. ამდენ დისლაიქს თუ მიიღებ და ნამდვილად არ ველოდი.
გაправება არ არის ის, რომ შენ ბევრი დისლაიკი გქონდა. არ არის გეთანხმები. ხო არ არის და აი ბარემ სხვასთან ურთიერთობის გაფუჭება არ მინდა. არასამართლიანი ხმის მიცემა როა და არასამართლიანი თამაში რო არის, ამას 3 კვირაა ვიძახი. და არც ერთი თქვენგანი მაგიტო გავუვიდნენ ხო ხედავ. რეაგირებს ამაზე. ყველა თავისას აწვება, ყველა ანუ იმის არის, რომ იცი რა, მე ახლა ამასთან ურთიერთობას არ გავიფუჭებ. მე მგონია რომ სამართლიანად თამაშობ, იმიტომ რომ მე ყოველთვის ჩემ პოზიციას ვაფიქსირებ, პრინციპულად ვდგავარ ჩემ თავთან. ჩემი აზრით არასამართლიანი ჯერ იმიტოა რომ ერთი და იგივე ადამიანს ასახელებთ მესამე კვირაა. ჯერ აქედან დავიწყოთ. მე მეორე ადამიანი რომელიც 24 საათი იმენა თემაშია იმ ადამიანს ასახელებ და ადამიანები რომლებიც მართლა არაფერს არ და გიორგის კონფლიქტებს მოსწრებული ხარ? არა. და მაგიტო გგონია მე ყოველთვის ხამი კვირა შენ და გიორგის არასამართლიანად გაქვთ კონფლიქტები? რა გიორგი ჩემს ყოველთვის იქნება უტაქტო, უზრდელი ადამიანი და არასდროს არ მომეწონება. და ერთი ხალხს კითხე გიორგი რა არის? ხალხი არ მაინტერესებს. აქ არის ჩემი აზრი, მე ვარ ინდივიდი, ხალხი არ მაინტერესებს. რო იძახი რომ არ მაინტერესებს ხალხის აზრიო და მესამე კვირა ერთი და იგივე კაცს ასახელებთ, ხალხის აზრი თუ არ გაინტერესებს, შეჩემის დროლა და საჩემოდი ხარ აბა. მართალია სუ თათხავენ ამის გამო, რომ აი შენ კოალიციაში ხარ და შენ რადგან მესამე კვირას იგივე კანდიდატი ყავს, ესე იგი შენ სხვისი ის ხარ ზემოქმედების ქვეშ და რაღაც, მაგრამ ამ ადამიანს პირისპირ ვეუბნები, რომ არ მომწონ ხარ. არც არასდროს არ მომეწონები, არც შიგნით, არც გარეთ და ვაძლევ ხმას ამ ადამიანს, რა პრობლემას წარმოადგენს, ვერ ხვდები. არ მინდა განიხილებოდეს ჩემი დისლაიკ და ლაიკის ამბავი რა ზოგადად. მე რო არ მივსულიყავი და ეს თემა არ წამომეწყო. ლაშა ალბათ ვერაზროს ვერ იტყო და იმ რაღაცას, რაც უნდა და რაც გულში ქონდა. ცოტა სხვანაირი ბიჭია, კარგი ბავშვია, მაგრამ თავის დაცვა არ შეუძლია. სხვისი დაცვა შეუძლია, მაგრამ თავის დაცვა არ შეუძლია. ანუ ანი გვერდში დამიდგა კი და ანის რო არ გამოეჩინა ინიციატივა, ესე ღიად არ ვიტყოდი ამ ყველაფერს, რაც მასაც ვგრძნობდი მაგალითად. გარიყულის ტაქტიკა კარგად აუთვისებია. აბა ვინ იქნება თქვენი აზრით სტუმარი? ქალი, კაცი, მომღერალი, მოცეკვავე, მსახიობი. გამარჯობა, მე ვარ ნინო ჩხეიძე, მოვედი სტუმრად Prime House-ში. გამარჯობა. როგორ მიხარია თქვენთან მოსვლა? როგორ ხართ, ბავშვებო? კარგად, ავად როგორ ხარ? როგორ ხარ? კარგად, ისე მაინტერესებდა თქვენთან მოსვლა. აი ძალიან, ყოველთვის გიყურებთ, გილოცავთ მაღალ რეიტინგს პირველ რიგში. სულ გიყურებთ და მაინტერესებს როგორია ცხოვრება სულ რო აქ ხართ. სტრესულია? სტრესულია რა არის? არა. არა. მარტო შენთვის არ არის სტრესი? არ არის. ანი არჩენს. არჩენს. მუსიკა არის პირველი სტრესის დამძლევი და არის სიმღერები, რომელსაც მოусმენ და ყველაფერი გივლის. გავიწყდება გაბრაზება, გავიწყდება წენა, ყველაფერი. მაქვს კონკრეტული სიმღერები, რომელზეც აი ესე რომ ვთქვათ, ვიმუხტები. ჩემთვის მუსიკა ყველაფერია. უსმენ ბოლო ხმაზე მღერი, ვიცი რომ სულად მღერი, მაგრამ არ მაინტერესებს, იმიტომ რომ ეს მუსიკა მე მცლის იმ უარყოფითი ენერგეტიკისგან, მაგალითად, შეიძლება ვიღაცაზე რაც უნდა გადავიტანო, ამ მუსიკაში გადამაგ და მე მშვიდდები. ყველას ასე თუ ისე რაღაცა ენატრებოდა, რაღაცა უნდოდა, მაგრამ მუსიკა იყო ის ერთადერთი რაღაცა, რაც ყველას ძალიან გვინდოდა. აი გამოიკვეთა. ყოველთვის ღიღინებს და როგორც კი რაღაც მელოდია მახსენდება თავში, ეგრევე აი თეონა ეგრევე მყვება და ერთი დაიწყებს და მე ყველა ყველა აი ესე ვარ. მეყოლება ორი გუნდის არჩევანი არადანი. არის გიორგი და ანი. ერთი ჯგუფი არის გიორგისი, მეორე ანისი. აირჩიეთ თქვენ თვითონ თქვენი გუნდის წევრები. ავთო. თეო. ლიზი. სალო. მოდი ესე გავაკეთოთ ანი შენ აქეთ გადმოდი. გიორგი თავის გუნდს ვისაც დაასახელებს, აქეთ დავჯდეთ, დაჯდნენ, ხო? ბავშვები ხა უნდა მოვიგოთ პირველად რა არჩევანი, გათხრევთ იცოდე. ეს კი უნდა ამოიღოთ, აქ წერია სიტყვა და რა სიტყვაც არის, ერთი კუპლეტი მაინც უნდა იმღეროთ. სამწუხაროდ პატრიკი ვერ არის დღეს ჩვენს გვერდით, იმიტომ რომ თავ შეუძლოდ გრძნობს. ბიოსე რომ ასულიყო, ვერ ჩამოვიდოდი.
ანუ ცუდად თქვა, ხო? ღალატი. მოღალატე, მითხარ როგორ გძინავს ღამე. ვეგარი. აჰა. დრო. ვაი მეგობროზე ჩქარა ვიქრი, დრო აქვს ვიქრი. სულ დაგვაიწყდა კონფლიქტები და ყველაფერი ცუდი. თბილისი. თბილისო, ზის დავარდების ხარეო, უშენოდ, სიცოცხლეც არ მინდა. შენ გიმღერი ჩემო თბილის ქალაქო, საქართველოს გული ხარ. ოხრელავი ერთად იყოს თბილისი და ამას ღერი ყოველდღე. შენი გული ძერა მესმის თათმინდაზე შენთან ერთად მაღლდები. ამიტომ უნდა მოусმინოთ ხალხო ქალაქურ სიმღერებს. სტომრის მოსვლა ყოველთვის ვიხარია და ორმაგად გასახარი არის, როცა ესეთი პოზიტიური სტომარი მოდის, რაღაც მსგავსი სახალისო თამაშებით. გული. სულს მივცემ და გულს გავუყოფ, ვანაცვალებ. მე გული მკივა მომეც წამალი, მინდა ქვეყანას გავაგებინო ლამაზო რომ შენი ეშხით მე ვარ დამწვარი. თუ მტირი ვარ, გულის სემიტირი ვარ, გულიედანვე გულიანად უმღერი ვარ. მაქვს ესეთი ნიჭი რა. სადღაც რომ მოვისმე ერთ მუსიკას, ეგრევე მომახსოვრდება და ეგრევე ვისრუტავ ხოლმე და გამომადგა ცოტათი. გული შემრჩეს ოღონდ უბერებელი. ნობა როგორ დაგიამო, ანარა ლექსი გიმღერო. ბიჭო ჩემო სიყვარულო, არდისა და უსის ფერო. გენ ძალიან ხშირად გვადევნებს დღევანდელი ჩვენი სტუმარი თვალყურს, იმიტომ რომ ზუსტად მიხვდა რა დაგვაყენებდა კარგ ხასიათზე. თბილისი და წაველი. მართლა ვისიამოვნე, ყველას წარმატებას გისურვებთ, გიყურებთ და მოკლედ თქვენთან ვარ ყველანაირად, აბა თქვენიც. წარმატებები. ხო ფიქრობდი და გამახსენდა ერთი ძალიან ცოტა ისეთი ინტრიგნული თამაში, ქვია ბეჭედი. მე მგონი ყველა მიცის ეს თამაში. ვნახოთ თუ მოეწონათ იდეა, მე შევთავაზებ. ვითამაშებთ ყველა ერთად. ეხლა წავალ და უძახებ, შევკრებავ. წესები არის ესეთი. სიტყვაზე მე ერთ ადამიანს ჩავჩუჩურებ რაღაც კითხვას, აი მაგალითად საყვარელი და შენ ბეჭედი უნდა მისცემ ადამიანს, რომელიც არის ყველაზე საყვარელი. მე ჩაჩურჩულებ კითხვას ისევ, ოღონდ სხვანაირს. იმას სხვას უნდა მისცეს და ესე უნდა იაროს ამ ბეჭედს, მაგრამ ხმამაღლა არ ვამბობთ კითხვებს, სანამ ბოლომდე არ ჩაივლის ყველაფერი. მე ვკითხე სალომეს, რომ ის გაუკეთებდი პლასტიკურ ოპერაციას თქო და. თელზე ვთქვი, რომ ცხვილს დაუკორნოსებდი, იმიტომ რომ მოუხსნაო ძალიან. ანუ ხო ის შემდეგი. მე თელს კითხე, ვინ არის ჩვენში ზედმეტი თქო. და ვისმისა? თელს. ოღონდ პროსტა ვისროლე. რენდომ და პროსტა არ გისროლე. თქვენი კონფლიქტი არ დასრულებულა მესამე დღე გავაცა. ნუ გავყვე. მე მითხეს არ გეწყინოს, მე მითხეს სალომ ვინ არის ყველაზე უსაქმური. ყველაზე უსაქმური, კაო, მე თუ რენდომ მომცა შენ. მე თუ უსაქმური ვარ, კაო, თქვენ თავი უნდა მოიკლოთ თითქმის ყველა. ეგ გავიფიქრე. სვეტში მე კაი. კაი, შემდეგი. მე უთხარი თეოს. ყველაზე მეტად ალკოჰოლი ვის ვის უყვარს ყველაზე მეტად ალკოჰოლი? ჩემს მერე ლაშას ავი. მეც ძალიან მიყვარს და მაგიტომ რომ გეუბნები რომ რა გაჩვენე. ხო და მე და ლაშას როგორ ყვევდი, ანუ პროსტა თქვი ის რომ ჩვენ ანუ ჩემში და კაი, შემდეგი. ლაშას რა ყველაზე მე ყველაზე კარგად ვინ ხუმრობს მეთქი? ჩემი და მე და ლაშა მითხრა ვინ არის ყველაზე ჭყიპინა და მე მივეცი ლიზას და ლიზას ვუთხარი ვინ არის ყველაზე არაბუნებრივი მეთქი და მოგცა შენ. ანუ 145 ყველაზე ზედმეტი და ყველაზე არაბუნებრივი. მადლობა ძალიან დიდი. ძალიან სენსიტიური ადამიანი ვარ, ანუ ძალიან მგრძნობიარე ვარ.
არ ვიცი, თქვენ შეიძლება რაღაცა ძლიერები ხართ, მაგრამ მე მართლა მწყინს ეგეთი რაღაცეები, ანუ მე მგონი ცუდი იდეა იყო აქ ამის თამაში, იმიტომ რომ თეონას აშკარად ეწყინა. და გითხარი, ერთი წამი მოვედი და გითხარი, რომ იდეა ცუდია, არ არის მეწყი. ანუ ხო და დაივიწყე. ნუატრიალე თეონ. რა ვიცი, რა უნდა ვითამაშოთ ამ სახლში? ანუ რა შეიძლება წვაში ბურთი გინდათ ბავშვებო? და თამაში და სერიოზულ მომენტებს თუ ვერ ხო და არ არის, ხო და ეგ არ არის კაი თამაში, იმიტომ რომ მე აშკარად სერიოზულად ვიღებ. თუ თამაშობდი, ესე იგი შენთვის ნორმალურია. ხო და მე ვქვი რომ არ სერიოზულად, რანაირად მე ვქვი რომ არ მომწონს სერიოზულად, რანაირად აღიქობს. ეგრე მითხრა სალომ რომ ცხვირი გაქასაწევო. ეხლა უნდა დავიწყო რომ ანუ სალოს ჩემი ცხვირი არ მოსწონს და რატომ მეუბნევ ეგეთ რაღაცას? მართლა ძალიან უწყინარი თამაშია, მაგრამ Prime House-ში ხო ყველაფერი სხვანაირად ხდება. რატომ მითხარი ანუ თამაშია თუ ა მ ა შ ი. რას გულისხმობს თამაშს? და თამაში და სერიოზულ მომენტებს ვერ ანსხვავებ, ეგ უკვე შენი პრობლემაა, კაცო. ჩემი აზრით, თეოს ეს ყველაფერი არ უნდა წვენოდა, იმიტომ რომ თამაში და სერიოზული დამოკიდებულება უნდა განასხვაოს ადამიანმა ერთმანეთისგან. მე ვერ ვიგებ მაგ თამაშს და არ მომეწონა. ხა შეიძლება რომ რაღაცა თუ ვერ იგებ კიდე არც უნდა დაიწყო, კაცო. არ მომეწონა, მე თავიდან ვიტყვი რომ არ მომწონს ხო ეს თამაში და ხა რავი, არ მომეწონა. შენ აწიე მაგაზე ერთი ამბავი, მე რომ მაგალითად ლიზასთვის მიმეცა ის რომ ზედმეტი აქვს, მასეთ რაღაცებს საერთოდ არ დაიწყებ რა. თამაში დავარქვით თუ რაც არ უნდა დავარქვით, რაღაც მომენტში ანუ მეწყინა ეხა. და ვსო ამითი ამოწურულია ყველაფერი. როგორც იქნა ეზოში ხვდებით კლავ. როგორც არაფერი. მზეში, როგორ ხართ? ავი ვართ, რა კაია მინდა. თავად როგორ ხარ? მზეზე იწექით ყველანი, ხო? ცოტა ხანი გეტყობათ. ცოტა დიდი ხანით აშკ ავთო. ჩაეძინა ფიქრი. უი. დამწრობა ხარ? სხვა კიდე ბევრი პრობლემაა. გული მყივა ყელი და ეს შემდეგ. გული? გულიც მყივა. გული რატო გული გაწუხებს თუ? გული გატკინა თუ რატო? გული რატო ვერ გავიგე რა გულის ფრიალებია. გული მატკინეს. გულში დაჭრილია. მაგრამ ართოს გული ყველა გოგოსთვის თავისუფალი. მაინც იმის და მიუხედავად. მაინც თავი 4 ოთახიანი ჩეხური. ჩემი გული გული აქვს დაეტევა ბები. რაღაცა ძალიან ფართო გული გონია ამ ბიცვე მქონი. ეხა ვერ წიწლდება უკვე გაწიწლებული. კი, ვატყავ ზუსტად ეგ ვიფიქრე. მოკლედ, დღეს ბევრად უფრო სასიამოვნო ამბით ვარ და ბევრად უფრო კარგი ამბით ვარ, ისედაც კარგი ამბებით ვარ ხოლმე, მაგრამ დღეს განსაკუთრებით, რადგანაც, როგორც იცით, ინტერნეტ სივრცე ააფეთქეთ. TikTok-ზე ხართ სუპერ პოპულარულები და ყველა სხვა პლატფორმაზეც, მაგრამ ნუ განსაკუთრებით ახლა TikTok-ს ვერ დაუკარგავთ თავის დამსახურებას და თქვენს წვლილს. ყავთ ძალიან ბევრი ფანი. ხო იცით, ალბათ გეკონტაქტებიან, გწერენ კიდეც. და როგორც ვიცი, უკვე კონკურენტებიც გამოგიჩნდნენ. ვაუ, პატრიკი როგორ დაიძაბა კონკურენტებზე. Prime გურჯაანი გაქვთ, ნახე ყველას? არ გაქვთ. მოდი განახეთ. მაშინ დაგვირიგეთ. Prime გურჯაანი. არა, ჩემი ტელეფონით განახებთ, ხო არ მინდა ეს ვაჭრობა ტელეფონებზე ძალიან. დავირიგეთ 1 საათი. გურჯაანის მარწყვის ამ. 1 საათი. ნახეთ ხო. 1 TikTok-ის სანახავად. აი მე უსინათ უსინათ. დაგვიტოვა ლუკა ჩვენს. ანუ ვერ ხვდები, რამდენი ადამიანი ვართ ამ სახლში და ლუკა იწყებს მარწყვის ჭამას. რატომ იკეთებს ზედმეტ კომენტარს უსო ჭამ? ანუ გაკლია რამე ნინი, აი პირდაპირ შენ მოგმართო. გაკლია რამე, არ გაძლევენ რამეს. თუ რატომ იკონტროლებ რამდენ მარწყვის ჭამ? 1 აიღო, 2 აიღო, 3 აიღო. აი ჩვენ ცხონდა შევხვდეს. გაკლია? ბიჭი არ მიჭამია. ხო და ჭამე რა და შეგერგოს და გაჩერდი რა. მაგრამ აი მარწყვის ჭამა როგორ უნდა გაგიკონტროლოს ადამიანმა. ანუ ყველას უნდა გვეყოს, ხო? აქ რისთვის ვართ? არ ვიცი. ჯერთი ხალხმა ძალიან კარგად იცის. ვინ იქნება აუთსაიდერი და ვის დაუწერენ დისლაიქს და ასე შემდეგ. მაგრამ აი მარწყვის ჭამა როგორ უნდა გაგიკონტროლოს ადამიანმა. კარგი, მოდი. მე მოვიწო სტუმრად ჩვენს პრაიმ. არიან ჩვენი სტუმრები. კი, ჩვენი სტუმრები მოვიდნენ ჩვენთან სანახავად. ნინო ნიშანაძე და ლუკა ღვინიაშვილი. კეთილი ხო, მოდით დასხეთ. ზედმეტი მარწყვის ავარგები.
სამწუხაროდ დღეს მარტივ გაგვითავდეთ, თორე გაგიმასწრა. ჩვენზე გადავდით? არა. ჩვენზე გადავდით? მიმიშვი, ავთო მიმი. ერთი წავით, ხალხ დამშვიდით მე. ავთო მიმიშვი. მაგიდა შემომიტანეთ. ერთ-ერთი პიროვნება არის ხო? ნუ ინსპირაციად მეგან იყო ახლა. ფაქტია. ვინ იყო ინსპირაცია აინტერესებს? ხო, არა, ინსპირაცია არ ქონდა, ეს რაღაც ესე მომენტალურად ესე შეიქმნა. მაგრამ გავლენა ხო იყო რამდენიმე პერსონაჟის? აი, სიტუაციის გავლენა უფრო იყო ის, რომ როგორ ხდება ეს რეალიტი შოუში, რაღაცა იპატარა დეტალებზეც. ამაზე იყო, ჩვენ ვიყავით სოფელში, დასასვენებლად ერთი საღამო. და მეზობელმა შემოგვიტანა მარწყვი და ეს იყო რომ საუზმობდით რაღაცა და დაიწყო ჭამა და მოდი უცბად ჩავთეთ ვიდეო და იქვე რაც მოგვივიდა აზრად თავში მარწყვი ჩემი, იმიტომ რომ მთელი წინა საღამო ტვინი წავუღეასო თქვა რომ მოდი პრაიმ ჰაუსობანო და ერთ ეხლა უკვე მოხვედით ნახეთ მეტნაკლებად გაიცან ხომ არაპირებთ და სრული ხარ გაგეჩნდათ რომ მონაწილეობა მიიღოთ თქვენს პროექტში არ მიფიქრია, მაგრამ ალბათ გამოვცდიდი ჩემ თავს ესეთ სიტუაციაში საინტერესო იქნებოდა. მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იქნებოდა თქვენთან ერთად დროის გატარება, მაგრამ დროის გამო შეუძლებელია ჩემთვის პირადად, მაგრამ მომავალში რატომაც არა. ანუ არ გინდა ჩვენთან? ეხლა ცოტა ინტრიგა ჩავაგდოთ. მაინტერესებს ვის გულშემატკივრობთ თქვენ? ვის გულშემატკივრობთ და რატომ მე? პირველ რიგში ყველას წარმატებას გისურვებთ. ნებისმიერის გამარჯვება გამიხარდება, მაგრამ პატრიკს გულშემატკივრებას აიძულებთ. პატრიკ, ხედა როგორი გულშემატკივარი გიყოცა. რაც შეეხება ჩემას. მეც აბსოლუტურად ყველას ძალიან დიდ წარმატებას გისურვებთ. ზოგადად პროექტს გულშემატკივრობთ იმ თვალსაზრისით, რომ მაყურებლების რაოდენობასაც რო უყურებ აშკარად ძალიან ბევრი მაყურებელი გიყურებს და ეს ფიქრობ რომ ძალიან ღირებული არის, მით უმეტეს დღეს ძალიან ჭირდება რაღაც განტვირთვისთვის საზოგადოებას ესეთ პროექტები და ზუსტად ამიტომ მინდა რომ ძალიან დიდი წარმატება გისურვოთ აბსოლუტურად ყველას. კონკრეტული ფავორიტი არ ყავს. რამდენიმე რჩევას ხო არ მისცემთ TikTok-თან დაკავშირებით, რადგან თქვენ უკვე ყოველს გამოცდილება გაქვთ ამ პლატფორმაზე. ისმენთ. აღარ გადაიღოთ. კაი, ხომ რომ მართლა ძალიან კაი TikTok იყო და ჩემი რჩევა იქნება რომ არ შეწყვიტოთ ზუსტად და აი მსგავსი ტიპის ვიდეოები გააგრძელოთ. კი. კარგი, იცი რა მაინტერესებს, ერთ TikTok-ს ხო არ გადაიღებდით მონაწილეებთან ერთად? კი ბატონო. მე როგორც ვიცი გინდა. ოღონდ ამათმა უფრო იციან TikTok-ი და ტრენდები ალბათ და არა, გინაცვალო, იცი რა არის, მოხშენ მოხვედი, შენ გადაგვიდი. არა, თქვენ დაიწყეთ მე აყვებით. ნახე, შენ გურჯაანი ჰაუსიდან აი ჰაუსა. რა ვახართ? გონი კაი იყო ხო? დავა. ონ მარცხნე ვერ დაგპატიჟებთ, ხოლმე ფილმენი შეგვიძლია ჩაფრთხილდეთ. თამაშის წესი რა არის? ერთ ადამიანს ვაგდებთ შეძლებს დაგვაროთ ყოველ კვირა დღეს შაბათ დღეს. ანუ დავიძინეთ ავდექი დავიძინეთ მოვიდა დასახელება გიორგი უნდა გავაგდოთ. ვერ გავაგდეთ დავიძინეთ დავიძინეთ ანუ ეს როდესაც უნდა გაგზავნოს. სახში არის ძალიან სიწყნარე. მე არ შემელია ესეთ სიწყნარეში ყოფნა და გადავწყვიტა რომ ავსულიყავი ბოსთან. გამერკვია რა ხდება. შემოვარდა ისევ, როგორც იცის ხოლმე, ამიდგა თუ რაღაც. ბიჭო, რა საკეთებში? ადე რა? სილოდგებივით ხო არ ვიქნებით ესე ჩამტკრივებულებითო? ბოსი ხარ თუ? პროპკა. ბოსი რო არ, იმას ანიშნავს რომ უნდა გაგართოთ. აქეთო და გავართოთ არა, ჩვენ ისე უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ადგე ჩვენ შენ რასაც სიტყვის გავაკეთოთ ჩვენ და დაგემორჩილოთ როგორც ბოსი. აი ხა შენთან რო იქ ცუდად იყო და ხასიათზე არ იყო. მეც ეხაც ცუდად ვარ, პატა. თუ გინდა ამოვიღებ და ვაფრიალებ ხა პაკეტს როგორი ცუდად ვარ. ანუ ჩემი ნამუსი გადმოვიტანე დაჟე წინ და დავუდე. და მაინც არა. გადი კალო. შემილია ეს გავაკეთო. არა, ზომა უნდა ადგეს
იმიტომ რომ მე თუ 5 დღიანი ეს სტრესი მაქვს, როია შენ ერთ ადგილზე მაინც არაფერი არ გაგდის. რა გჭირდება შენ და წოლით არაფერი არ გამოვა. ადე რაღაცები მოვიფიქროთ და გავაკეთოთ. ქალო, თუ PMS-ი გაქვს, რა ენერგიაზე ხარ, გოგო? მე ბოსი არ ვარ, აუტსაიდერი ვარ. არა, შენ ხარ ბოსი, შენ ხარ აუტსაიდერი. სტრესი მაქვს ბოსია და გამოიყენოს ყველანაირად. მე რო ბოსი ვიყო, ჰაერში აქწევდით. მიდი მოიფიქრე. აუ, შემდეგ კვირას თუ ანი არ იყოს ბოსი. მე ის პატრისია ვიყო ყველა ანის აძლევს ლაიქს. Let's go. ადე ბიჭო, ადე გეყოფა ძილი, ადე ბოსი ხარ თუ მართლა ადე გეყოფა. სილოტკები ვიდრო არიან ჩამწკრივებულები, ხო ხედავ? გამოჩერდით ხა კი არ ჩასვათ მართლა. დავედი მეორე სახლში, გადავედი იქით. ადექით? ადექით. ნოგძინავთ, არ შეიძლება ძილი. თეო. ადე. რა ხდება? იტოქში ბინ ლადენის დამდარეკა და თქვა ესეთი რაღაც, რომ თეოს 24 საათი ძინავსო, ხართეძოზე ლუარსაბივით არის გადატრიალებულიო. რა ტყუილია? ტყუილია? ეხლა შვები. პირველად წევრი მე რაც აქ ვარ მე მგონი. თეო არის დარეჯანი, ქეთევანი არის ლუარსაბი და იქ ბუზი დაფრინავდა კიდე მაგათ ოთახში. ბიჭო, არ შეიძლება თო. ესე ძილი 24 საათი. შენც გძინავს დღის განმავლობაში და ერთხელ რო დღის. ხო. ჩემი აზრით ფოსობა მაგარი რაღაცა როიალიც წევს, შენც წევ ხარ და ადამიანი რომელიც მაგალითად 24 საათი იმინა რაღაცას აკეთებს, ის აუტსაიდერია მესამედ. საიდან საწახვედი? ანუ რეალურად ვlapარაკობ. რა შუაშია ეგ ვაფშე? და რეალიტი შოუ არ არის ის, რომ 24 საათი უნდა გვეძინოს. კიო, იტოქში ავედი, ჩვენ ერთ ბოსსაც წინავს, ჩვენ მეორე მომავალ ბოსსაც წინავს და ადამიანი რომელიც 24 საათი ფეხზეა დილიდან საღამო და ის მესამედ არის აუტსაიდერი. ანუ მე? ანუ შენ. რა გითხრა, აბა? და შენზე იძახიან რომ არ ხარ ამ პროექტში დარჩენის ღირსიო. შეიძლება ის ახალი შეფი ვინც იქნება, ის ფიქრობს შეიძლება როგორი იყოს შემდეგი კვირა. და ეს იზმრება? სირცი თუ როგორ არის ეგ? ვინ მიდის შენი აზრით სახლში? შენ რო რჩები ეგ ვიცი რა. ხალხის რჩეული იქნები კიდე მესამედ. და ხალხს არ უნდა მონაწილეები თვლიან რომ ხალხის რჩევა, ანუ არ ხო, ამათ რო კითხო 24 საათი უნდა ეძინოს და სულ ტაშაღლარზე კიდია ხალხი რას ამბობს? ეს ტაშაღლარი რა არის? აი რო ქანაობს ხოლმე. მამა ჩემის დუქანი კი არ არის, ყველა ესე რომ იწვეს და იფხანოს ერთი ადგილი. ფხანოა მეც მიყვარს. მაგრამ ვიცი სადაც უნდა მოვიფხანო. ესაწევა არ უნდა და ეხლა მაგათ ვანახებ რა შემილია გავაკეთო მე უბრალოდ წყლის დახმარებით. მაიცა ეხლა მივდივარ ჩემი მუხი. არ გინოდათ ხო ზედაყველი. ატეკით ეხლა დაიბომბეთ. იუ! ატეკით. გაიგუძებთ? პრინციპულად არ ავდგები ახლა მე ეს რაღაცები არ მიყვარს. ბიჭო, ნუ მიყურეთ მამის მკვლელის თვალებით. ბიჭო, წევ ხართ გძინავთ, ადექით. თავი არ დადოთ. აი ერთ შენ რა გიძინია შუა დღისით და მოვალ და ზედ გადაგავლებ წყალს და ის ბაზარი არა. ბაზარი არა, ადექით. არა ძმაო, არ უნდა. ჩემი აზრით, თეო, შენ იქნები მაგარი ბანძი ბოსი. შენი ნება როგორც გინდა ისე იფიქრე კაცო მე არ მაქვს არანაირი პრობლემა შენ როგორ იფიქრებ მაგას რა თქმა ჯერ იქნება ბანძი ბოსი იქნები რა მიმართვა იმიტომ რომ არ დგება არაფერს არ აკეთებს მე არ ვარ ჯერ ბოსი პირიქით მინდა რომ ხიარულობა იყოს სახში მინდა რომ გავერთოთ ვიცინოთ ვიხალისოთ და ვიბედნიეროთ და აქეთ მე ვეჩხუბებითო ანუ ვერ ხვდები ხა ჩემგან რა გინდა თეოსგან რა გინდა ბიჭო ის მინდა რომ არასპრავლედებები ხარ ძმა 24 საათი წევხართ არაფერს არ აკეთებთ ადამიანი რომელიც ყველაფერს აკეთებთ იმათ ასახელებ და მესამე ძის უკვე აუტსაიდერის კამზე ეგ არ არის შენი პრობლემა ეგ არის ჩემი პრობლემა შენ რას აკეთებ რა ეზოში რო გადიხარ და პუხზე რო ხარ მთელი დღე რას აკეთებ ჯერ ერთი მე რას ვაკეთებ რას
24 საათი ვცეკვა. 24 საათი ვიცინი ვარ და ვხუმრობ. და მეორე, შენი ტრენდები კი არ დევს TikTok-ზე, ჩემი ტრენდები დევს. ხვდები? მე გეუბნები, მე რამე ეს ჩემი. მე რა უნდა მითხარ, მე კი არ ვძინავს 24 საათი. შენ რატომ როდიდან აღარ მძინავს? ბიჭო, იმიტომ ნერვი რომ ჩემთან ერთად ხარ ამ შოუში და არ მინდა და ხდება შოუში. მე და აღარ ვიქნები შენთან ერთად. თუ გაწუხებს დამასახელე. მე არ გეშინია იმ ხალხის, რომელსაც იძახი რომ არ გაინტერესებს ხალხის აზრი, რომ ვერ გადაგარჩენს. თუ გონია გიორგისნაირად იქნება. არაფრის არ მეშინია ვაფშე. და ნუ მიტრია მე კიდე გიორგის მკიდია. მე კიდია აბსოლუტურად რაც არის ჩემს წინააღმდეგ. აუ შენც ხარ წინააღმდეგ, იმის წინააღმდეგ, რის წინააღმდეგ და შენ გონია რომ ვინმეა შენ წინააღმდეგ. შენ თუ ეგრე თვლი რომ მე არაფერს არ ვაკეთებ და ბაზარი არ არის. ჩათვალე მომეცი ხმარი, თემაშინებ ბიჭო აუთსაიდერებში ჯდომით და გგონიათ რომ მეშინია აუთსაიდერში და შენ არ ყოფილხარ იგი იმ სკამზე არ ვისდარხარ და იმიტომ არ ვიცი რა არის. ბაზარი არ არის, მე დამსვი. კარგი. მომწონს. თუ თქვენ გგონიათ რომ ხალხს ბანდი ბოსი ვიქნები თქვენი პრობლემაა. ნახავთ რანაირი ბოსი ვიქნები რა. ოტია იოსელიან მოთქვა ესეთი რაღაც. კაცი თუ არ ვარგავთ, თუ მეტი წლისო, ის 95 წლისაც არ ივარგებსო და სადაც აქამდე იყო თეონა, მერეც ესეთი იქნება თეო. ანუ ნერვები მოგუშალდა და წავიდა. მაგარი გაგუძება იყო ძალიან. მოგაზოდიან ტელეფონებს და შეგეძლებათ საგებოდ 52 წუთით. წეღანანი ამოდის და რას მეუბნება, არ იცი? შენზე ხალხი იცი რას იძახსო? ბანძილის იქნები უფროსიო რა. თავი ხوارფს მიარტყი. მაგვიტანეს ტელეფონები. და უამრავი ადამიანი მიგზავნის ერთ და იგივე გაურკვეველ ვიდეოს. გაიგე რა ამბები ყოფილა? თურმე ყოფილა სალომე და წუპაკარო არიან. მაგათ შეუკრიათ პირი ჩემ ძინაამდე. ფაქტებით მომწერეს, სკრინები და ყველაფრით. რას გაიძემ რა მე თქვა წუპაკაზე? ჰა. ეხა დედიშრეელს ავტეხავ აქ მეცა. რა თქვა? ისედაც აშლილი ისა ატეხილი არის მთელი YouTube-ე. სალომე იძახის რომ ეხო დედის რეალი უნდა ავტეხო. ტელეფონს შევირგებ და ეხა დედიშრეელს ავტეხავ. მეორე თუ მესამე ადამიანმა ჩამოვიდა ეხა ეგ ვიდეო. დედიშრეელს ავტეხავ. თურმე სალომე და წუპაკა ალაგებენ გეგმას. აქ იყო რა ოჯახის წევრები არ უნდა ავახსენოთ. არა, წესებშია. ეგ არავინ არავის ოჯახის წევრს არ ახსენებს. არა, არანაირ კონტექსტში, არც ერთ კონტექსტში. კარგია, ანუ კარგიც რომ თქვას, ანუ არა. всё, ოჯახის წევრს არ ვახსენებთ. ჩემი ოჯახის წევრი არის ჩემი ოჯახის წევრი და მე მაქვს უფლება რომ დავიცვა. აქ ვიღაცებმა რაღაცები ვერ გაიგეს კიდე და მოდი გავაგებინოთ. არც შეიძლება შეურაცხყოფა, არ შეიძლება ის, არ შეიძლება ეს, არ შეიძლება პირადი, ანუ ოჯახის წევრის ხსენება არც ერთ კონტექსტში. ძალიან გაბრაზებული ვარ, დავდივარ წინ და უკან და ვფიქრობ რა გავაკეთო. გიორგის უსმინე? 1%-იანი ქალია რომ იწოდა? ვინ ჩემი ფეხებია, ვინ ჩემი ფეხებია 1%-იანი ქალი, აი მართლა უკვე გიждები რა. ბოზების ადგილი არის პროექტში და არც არცად არ არის. პროექტების კიდე. პროსტო უსმინე გთხოვ. ცალია? 1%-იანია, ხო, ნახე გიორგი რო რაღაცებს ზოგადად იგონებს ყველა მონაწილეზე, მაგაზე ორი აზრი არ არსებობს. და 1000%-იანი დარწმუნებული ვარ, რომ ეხლაც მოიტყვა. მე შენ ოჯახის წევრზე რამე მithქვამს? სუდად, კარგად, რა მნიშვნელობა აქვს მithქვამს რამე? არა. ხო, არა. ვიღაცები არის ვენებენ. ხიხი ხახახა აღარ ჭრის. არ ჭრის, მაშინ წესებით ვილაპარაკოთ. მთელი თბილისი იწერება რომ მონაწილეები არიან გაერთიანებულები გარეთ. მაზანათი უნდათ რომ მომიშორონ. აი იმის მაგირათო თავი გამოავლინონ და ითამაშონ, კონტენტი გააკეთონ, რაღაცა თავი განივითარონ, რაღაც საზოგადოებას თავი შეეყვან, ხარჯავენ დროს იმაზე რომ გიორგის როგორ ებრძოლო. ზურგში დანა ყველას გამზადებული. როცა იქნება მომენტი ჩამარტყავენ. ეხა ერთმანეთის ხელით აკეთებენ ამას. ეს იქნება ძალიან დიდი შეჯახება. თურმე
რამე იმუქრებიან რომ ეხო მორჩებაო ეს ტელეფონები ლაივი მე ნახე მაგ რა უნდა მითხრან რა გიორგი ნაზღაიძე და ის პრაიმ ჰაუსელები ქვია ამ პროექტ თავმოყარეობა არა ღირსება არა აქვს არა, არავის ცემას არ ვაპირებ, არავის თავის წაზრობას არ ვაპირებ. ყველაფერი ნორმის ფარგლებში, წესი ყველასთვის არის. სამომე და წუპაკამა შეკრესო პირიო. სამომე და წუპაკა რო არისო, ხო იციო? მაგათ შეკრესო ყველაფერი. ახი ესე ფიქრობს, რომ აი კოალიცია როგორ შექმნას გარედან ჩვენთან. მე აღარც ხო, ოჯახის წევრიც ხელშეუხებელია, ოჯახის წევრი არის ხელშეუხებელი. ბოდიში, მაგრამ რასაც ვერ მოვითმენ. რაღაცას იცახის, ეგ 1%-იანი ხალია თუ რა. ყველა ერთად შევეკრებოთ და დავჯდეთ და დავილაპარაკოთ, როცა ითქვა, რომ ოჯახის წევრს არ ვეხებით, არც ერთ კონტექსტში, კახის მეტი საქმე არ აქვს, ხა გარეთ არის და აბა კოალიცია შევქნა შიგნით, რომ მაგაზე ვფიქრობთ რა. დავჯდეთ, ატრაკები იყო ბაზარი? ხო, დავჯდეთ და დავილაპარაკოთ მაგაზე, თუ წესია და თუ გაფრთხილებებს მაგ იმის ფარგლებში წერენ, მაშინ დაიწეროს გაფრთხილებაც. იხრი მომწეს ის სტრიმზე რა სიტყვებს იძახიან ჩემზე. ორ სახელს არ იძახიან ესე. გავხსნა რა ის SMS-ები იქნება ვინმეს რა. უნდა გახსნა აუცილებლად. აი იცი როგორ არის? კი არ იძახდა ეს მონაწილე ჩემს სახელს. ანუ ჩემზე საუბრობდა სუდის სიტყვებით. ну შემეშვი იჯეკი შენ ლაივში. ჩამიგდეს რომ ანი როგორ ააგდო რომ ესე ამოსულიყო ჩვენთან და ესეთი რაღაცები იყო. და ანი რო ჩადის მე და რო აბარეს. ო მეც ეგ ვნახე. და ჩვენ ძიძახის რამდენი ხანი უნდა იცინო. პროვოკაცია არ ვიცი რო არის ხა იქვემოთ. ბიჭო, მე არ ვიცი, ანუ ვინ რას აკეთებს, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი და მიმართვა უნდა იცოდე ადამიანმა, ვის როგორ მიმართვა და რის ფარგლებში მიმართვა. თავრე დავრჩე ახლა. და დავაყენებ სათითაო. ნუ ნახოთ აბა როგორია დგომა. ფაქტი მოხდა და შესაბამისი რეაგირება უნდა მოყვას. მოვიდა დრო გააგდო შორს წასრობად ხდება ცვეთები. ვის დაიწემა? მე ვხვდები გიორგი. დაგერხა. აბა ბავშვებო. საწავიდეს წაბო. აი შევეკრებოთ აი აქ. ხო. გარეთ? სად არის ანი და გიორგი? ბავშვები მიბარებენ დიდ ოთახში. წამოვერთი. იწყება შოუ. რა შოუ? ჰა? რა შოუ? მე და ანი ჩავდივართ ქვევით. შევდივარ ოთახში. აბა. და სალომე გამოდის სიტყვით. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთან რაღაცა არასასიამოვნო ფაქტები მოხდა. ჩვენ ყველამ ერთად შაბათის ლაივზეც ხმასთან ერთადაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ოჯახის წევრებს ზოგადად არც ერთ კონტექსტში არ მოვიხსენიებთ. ხო იყო ეგრე? ხო იყო, ხო, ეგრე ყველა შევთანხმდით. იმის მერე ფაქტი არ ყოფილა, ხო? იმის მერე რაც ანუ წესი იყო, ვიტყვი, ყველაფერს ვიტყვი. იმის მერე რაც წესი იყო, დაწესდა, რომ ოჯახის წევრებს არ ვეხებით საერთოდ არც ერთ კონტექსტში, არის წესი ყველასთვის. დღეს ტელეფონები რომ მომიტანეს გიორგი, ყველა ადამიანისგან და პირველ რიგში კახისგან მივიღე ვიდეო. გარეთ ზიხარ ჩენ და ანი და შენ იძახი რომ იცი რა ხდებაო? თურმეო, სალომე და წუპაკაო გეგმავენ ყველაფერსო. მე ხო კადრში ვსკი დამალული ხო არ მithქვა. და აქ ფეთქდება ჰიროსიმაში და ნაგასაკში, რაბობიცა ფეთქდა ატომური, ეგარა და მაგაზე ცოტა სუსტი. და დაიწყო დედის კრიალი. და შენ რატომ იეცი თავისუფლება? ერთი წამი მომისმინა ხა, მე ხმა არ მომიღია არასდროს აქ, რაც არ უნდა ყოფილიყო. არა, თუ ვიდა აზრი ხომ დავსქვა? შენ თავს რატომ იეცი უფლება, ჩემი ოჯახის წევრი? შეყვარებული. ჩემი ოჯახის წევრი. ჩემი არა, ჩემი ოჯახის წევრი არა. იურიდიულად შეყვარებული არ არის ოჯახის წევრი. ის არის უბრალოდ შეყვარებული. აქ ზოგადად იყო, ნახე, ოჯახის წევრების მოხსენიება. აი ერთი არ მინდა მაგის ტუჩებიდან გამოვიდეს ჩემი შეყვარებული სახელი. პასუხი გითხრა? მითხარი პასუხი. არა ერთი SMS-ი ძალიან ბევრი, უბრალოდ ტელეფონი ჩამორთმეულია, სკრინებით მოდიოდა, რომ ჩემ კახის ძმაც
და ყველა, ანუ აქტიურად უმესიჯებთ ლაშასო და ეს შენ რა, ანუ ლაშას რომ უმესიჯებს, ანუ ჩემი შეყვარებული არის ინდივიდი. ცალკე ადამიანია, რომელიც უნდა ლაშას დაუმესიჯებს, უნდა ანის დაუმესიჯებს, და შენ დაგიმესიჯებს. გავიგე. რაც მითხრეს, უბრალოდ ის გავაჟღერე. ანუ ბევრმა მომწერა და უბრალოდ გავაჟღერე. ანუ ნახე, გარეთ მყოფი ადამიანის შიგნით მოხსენიება, შიგნით ჩვენ შიდა წრეში. ხო, რამე ცუდი გავაჟღერე. ბრალდება, გიორგი, ანუ ბრალდება, როცა ამბობ, რომ სალომე და წუპაკა. ანუ რისი ბრალდება? სალომე და მროდის, ანუ მე ჩემთვის ტელეფონი რომ მოაქვთ, მე ვიღებ ამ ტელეფონს, კახის ურეკავ და ჩვენ გეგმავთ ერთად, როგორ გავაგდოთ გიორგი ნაზღაიძე. მე ვიდეოზე დაყრდნობით გეუბნები, იქ არ ყოფილვარ, ნახე, ზუსტად ესეთი ტონით. იცი შენ რა ხდება? ხო, წერდა ძალიან ბევრი. სკრინები გადმომიდგა. ეგ ბრალდება, გიორგი, მაყურებელს ეუბნები, რომ სალომე და წუპაკა ქმნიან კოალიციას და შიგნით თურმე რაღაცა ის რა ქვია. ხალხმა მომწერა. გეგმებს აწყობენ. სალომე ხალხმა მომწერა, მე თამაში ხალხმა თქვაო. ვაიმე, მიმოწერები. ხალხი ამბობს და დადგე და იცი თურმე რა ხდება. არა, სალომე, დედას მე ჩაჩი წერე. მე ხო ცუდ კონტექსტში არ მიხსენები არავინ. ჩემთვის ცუდი კონტექსტია, როცა წესია რომ არ უნდა ახსენო და ახსენებ. შეურაცხყოფა არავის მიმართ არ ყოფილა და ვერ გავიგე რატომ მოყვა ეს ყოველი ამას. ეგრე არისო ეს არ ვიყვი. ხო, არა. მე პროსტა მაინტერესებს. არ მას სასო, მე სალომეს ეს. ხო, ჩემი გიორგი არ შენვაში არ ხარ. გიორგი, აი არაფერ შუაში არ ხარ. არაფერ მე სალომეს დავსა წესი არის წესი. წესი არის ყველასთვის. წესი რაზე? აბსოლუტურად ყველასთვის. შეურაცხყოფა. ეს არ არის შეყვარებული ოჯახის წევრი კანონის მხრივ არა. მეორე შეურაცხყოფა აქ არაფერი არის. ყველა მონაწილეები აყვნენ ისინიც კი, რომლებიც მთელი 24 საათის განმავლობაში წოლით მდგომარეობაში არიან, ძინავთ. ისინიც აყვნენ აი ამ ამბავს. ჩვენ გქონდა საუბარი. იქნებ სალომე საერთოდ არ უნდა რომ წუპაკა ახსენო ვაფშე. აქედან გამომდინარე, ამას ვიძახი. 6000 კაცთან და 14000 კაცთან ერთად. მაგაზეა პრობლემა, რომ საერთოდ არ უნდა რომ ახსენო. წუპაკა არ ახსენოდა. წუპაკა ორჯერ იყო აქ, თელმა ქვეყანამ რა. მომწერეს ხალხმა და უთხარ. ძალიან გთხოვთ, უბრალოდ ერთი ტელეფონი შემოგვიტანეთ, რომ აი ის ვიდეო ყველა ადამიანი ნახოთ რა ტონით და ზოგადად რა კონტექსტია. მახსოვს რა უთხარი ანის. შემოიტანეთ რა მართლა რა. მე არ ვიცი, ბევრი რაღაცა შეიძლება. არ გჯერა. შეიძლება ბევრი გზა იყოს იმისა, რომ ვიღაცას უნდადეს ვიღაცის შანსი. ერთი წამი მე შენ გეკითხები, ნახე, კითხვა ისმება კონკრეტული. კონკრეტული კითხვა ისმება. შენ რა არის? არ ვიცი, შანსი არის იმისა, რომ გინდოდეს, მე რა ვიცი. აი, წავი, დავიღალე. ეხა ისევ ერთი წამი. ხო, როგორც ყოველთვის. ისევ გარბის, როგორც ამას ყოველთვის აკეთებს. მასიც რო ვერცემ. არა, თუ გადიხარ ჩუმად გადი. არა, თუ გადიხარ ჩუმად გადი. აი, წესი არის ყველასთვის. მაშინ ვიცოდეთ, რომ ეს წესი არ არსებობს და всё. ეს ვერ ხდები, ეხა სპექტაკლია. ეხა უნდადა წყობიდან გამოყვანო. ეხა უნდადა ცუდი გამოსულიყავი, წყობიდან გამოვიყვანო და შაბათის ლაივი მოდის. ანუ აქ შეურაცხყოფა არ ყოფილა არავის მიმართ, მეგონი. Relax. You're doing. Do. ეს მთელი თბილისი იწერება, რომ რაღაც რომ უნდა თუ დაამესიჯონ იმაზე, მაზანას იმაზე, რომ მე მომიშორონ ეთერ, ანუ იმიდან. მონაწილეები არიან გაერთიანებულები გარეთ. როგორი დააწყდა? ჩემთვის ვინ არჩუნებს სიმშვიდეს შეძლებს და გვარად, რაცაც იყო საუბარი სალომემ რაც აღნიშნა, მე ამას ვაღიარებ, მე არაფერს არ ვუარყოფ, იმიტომ რომ 24 საათიან სტრიმზე ვარ და ზუსტად ვიცი რასაც ვაჟღერებ, ის უნდა გამოვიდეს. უბრალოდ მიჩვენებს, ვიცი. ჩურჩულით არის, ამას ჩურჩულებ, მოусმენ. არაფერი, მე მიკროფონი მიკეთია. მე მაგათ შეუკრია. ხო, მე ანუ რაც მომწერე. ანუ ჩვენ შევკარეთ პირი გიორგი? რაც მომწერე. გიორგი ჩვენ შევკარეთ პირი? ესე გამოდის. ani მოსმენილი გაქვს როგორ ამბობ? კი, მე ხო არ ვუარყოფ, გეუბნები კი მე. რა ხდება იცი? ხო, თურმე რა ხდება? ხო, იმიტომ რომ ყველა მწერდა და ხდები რომ გიორგის გამოვყავარ წყობილობიდან. ვის ეგონალდა ჯეროდა სალომე გამოვა წყობიდან. ანუ ყველაფერი მოყვა. მე საერთოდ ვერ ვიგებ ამას რა პანიკა. ხო ვერ გაიგებ გიორგი, ვერ გაიგებ, როგორ აგიხსნა რომ ჩემ ოჯახის წევრს ნუ ეხები, ოჯახის წევრს გიხსენებ და შენ მეუბნები გიორგი შეყარებულია ოჯახის წევრი არ არისო. კანონით შეყარებულია ისე ჩემი ოჯახის წევრი. ეს ხუმრობაში გავაჟღერე? ჩემი ოჯახი ხუმრობაში აჟღერებ, არ გახსოვს რას აჟღერებ, არ გახსოვს რას იცახი, გააჟღერე უბრალოდ რას ნიშნავს. ანუ კანონიერად ვიხუმრე რომ ანუ კანონიერად იუ. არ მეხუმრება, მე რომ გელაპარაკები არ მეხუმრება, შენ რაზე მეხუმრები? რაზეა საპანიკო, ვერ გავიგე. ბოდიში მოუხადე და ვსო მორჩილო, როია? შვილო არა, ბოდიში მოუხადე. მერტო გავიქეცი, მიშველეთ.
გარბი ვარ. აი, მართლა იმენა. ვაი, აქ დავდგები. არა, მართლა რა. ისევ წვიმს, ისევ ღამეა, დარირა, დარირი. ისევ მე 9 მონაწილის წინააღმდეგ. ესე თუ ამათმა გააგრძელეს, კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ ის გაუჩნდება ჭიყვი. არ შეიძლება ამდენ ნერვიულობაზე ჭიყვი უჩნდება. ახალგაზრდები არიან, თავს გაუფრთხდნენ, მიხედონ. ის ნახე შუაში ის გიჟი გადარეული, აშარაშკა. ტრიალოსანს რო ატრიალებს დიდი სამბით. იცით რომ ჩემი დაფა მაქვს გამოკრული, სადაც აღნიშნო ყოველდღიურად კონფლიქტების დღე, კონფლიქტის დღე, ერთი არაკონფლიქტური, მეორე დღე არაკონფლიქტური, ამ შემთხვევაში დღეს მაინც ასე თუ ისე რაღაცნაირად კონფლიქტური დღე. წაიღე სახში ვეღარც მოიტან მაგას და სახში ნიშნე კონფლიქტური დღეები. ჯერჯერობით არ გამომდის, არა. ცდილობ, მაგრამ არ გამომდის ჩემო მეგობრებო, მაგრამ რაც თავარია, მაინც უნდა შეძლებს დაგვარა თავი ვაკონტროლო. ესეა საჭირო. მაყურებელი გვიყურებს და კიდევ გამდრე ესე ჯობია. 1%-იანი ხალები არიან, აი შენ მოიქცე შენ 1%-იანი ხალები, შეთავხედო შენ, უზრდელო, არაკაცი ხარ. რასაც რო იყო ეგ კლოუნადა. ჩემი აზრით ძალიან არაცარმატებული ცხოვრება არის ეგ, როცა მაგასახში 26 წლის რო ვიყო, წარმოიდგინე და იმის მაგივრად რომ რაღაც ბიზნესები და რაღაც საქმეები ვაკეთო და კოსტიუმი განასი ლამაზისთვის კონდეს და თვეჩი მეკუთვნოდეს კოსტიუმის ჩაცმა. ვიჯდე აქ 20 წლიან TikToker-ებთან და ვიგონებდი მაგაზე ტყუილებს და ვეჯიბრებოდი რაღაც TikTok challenge-ებში. არა, ერთი წუთის ნახე, ეს რომ ყოფილიყო. ოჯახის წესდა შეურაცხყოფა ხვალ გაფრთხილებით. ჩემი არაკაცი გაიგე? ისევ წვიმს. გინცის რუის დეტექციში როგორიც იყო, აკაც არის ზუსტად ეგ. გაიგე? აი არა, ქეთი, არა. შენს ჩემი მიმართულებით იყო? შენი 1%-იანი წოდება შეურაცხყოფა არისო? და ჩემი არაკაცია შეურაცხყოფა? ღამეა. არაკაცი ხარ. აი მაგიტო ხარ არაკაცი. არაფერს არ წარმოადგენს საერთოდ. შენისე მართლა არ მინდა რომ რაღაც გამოვიდე წყობილობები. არა, ერთად იმენა ცოდო ხარ, დედასფიცა ვარ, საწყალი ხარ. არ მავიწდები. საწყალი ხარ. აი დაგღეჭავდი და დაგღეჭავ კიდე. ვაი რომ მახსოვ ხარ, არ მავიწდები. განათლებული კაცი ნახეთ რა შვება აბზესთან. ისევ წვიმს, ისევ ღამეა, დარირა, დარირი, მოსასხამია. და ეს ერთი თვალით იყურება. არიან აქ? არიან. მე ვარ ბედნიერი, მე არ მადარდეთ. ისევ მარტო მე ისევ მარტო ვარ დანისლებში ხრები ვაი რომ მახსოვ ხარ არ მავიწყდები ყველა მე რატო მებრძვის მე აღარ შემიძლია ამდენი კონფლიქტი ვსო ხტების კაბიდა მოსასხამია როგორც იქნა მორჩა სალომეს და გიორგის კონფლიქტი, ისე შეიძლება არ მორჩა როგორც სალომეს უნდა და მაგრამ ხომ მორჩა. ვაიმე. და ამ დროს უცბად თეონა წიწაკიშვილი. ეხა მიხვდი თეო რატომ ეწყინა მე ზედმეტი ხარ რომ მე რენდომად გადმოვიცე? არა, ეგ თამაში იყო ნუ ურევ ერთმანეთში. არა, ძალიან ურევ ერთმანეთში. თამაში არა, ერთი ძალი ხო, არა. მაგაზე არა, თეო. გაფშევდი რა სიძახი, ეგ იყო თამაში. თამაშია. თამაში, ანუ რა მათქმევინე რა სიძახი ხა. ეგ არის თამაში, რომელშიც ეუნები ისეთ რაღაცას. ბიჭო, წინასწარ მაგაზე და აძლევ იმას ხა, რა სისულელეს ეუბნები. წინასწარ მაგაზე აქცენტი გაარო, რენდომ ვაკეთე რომელიც არის რა. ორმა მოცეკვავე ქალმა ერთმანეთი ბატლში გამოიწვია.
არა თეონა ამაზე ხო ვისაუბრეთ რა ყვირი ხარ კაცო მე ველაპარაკი შეყვირი ხარ და იმიტომ გეუბნები არ არის ეგ ლაპარაკი და დებილობას განიხილავ თამაშზე ხა თეონაც იმენა მე მეწყინა მე რა აი სულელესი ძახი ეხლა თეორა რაც არ უნდა უყურდა მითხრას არ მეწყინა ანუ შენთან თამაში არ შეიძლება ესე იგი ძალიან სერიოზულად არა ეგეთი რაღაცები ანუ ეგ ჩემთვის არა ყველანაირ თამაში ანუ მეორე თამაში იყო ეხლა რაზეც ახტი ეხლა რა და ანუ ესე იგი შენთან თამაშის დროს უნდა ვიყო ანუ როგორც მოთამაშე კი არა და როგორც გართობა და ასე შემდეგ უნდა მივუდგე ამ ყველაფერს სერიოზულად რომ ოიმე თუ რაღაცა ისეთი არ თქვა რომ თეონას არ ეწყინოს ან რაღაცა გულზე არ მოვხდეს თეონა გამოირჩევა ასეთი ხასიათით, რომ დიდხანს იცის უბრალოდ გულში ჩადება ყველაფრის, ეს არის მისი ხასიათი. დღეს რო ახსენე, ესე იგი შენ ეგ არ გაქვს მონელებული იმის გამო, რომ მე უბრალოდ მაგაზე არ მინდა მაგის გაშლა მაგ თემის გაშლა. ჯერ მაგაზე გასაგებია მაგრამ მე რომ მოვედი სალათ. არ არის ეს გასაგებია. მე რომ მოვედი არაფერი არ მithოვია, პროსტა თქვენთვის ხო ორივესთვის არაფერი ხო არ მithოვია ამ პროექტს. გთხოვთ უბრალოდ რომ მორჩით ამ თემას. და მე თუ გინდათ ხოთ რომ აღარ მაშინ დაბრალებებს აქ არ ვიყოთ რაღაცა. აი თეონა მორჩება ვიცი რომ გაითვალისწინებ შემთხვევას და შენს გაითვალისწინე. გთხოვთ ორივეს და თუ გააგრძელებთ ანუ მე თქვენ გაარკვევთ. მორჩა? ჩუმართვარ? ერთი წამით უნდა წარმოიდგინოთ ხოლმე თქვენ სრულსებილას თავი. არა პატრიკ თქო ძალიან თქო ერთი მაცალე მე შეიძლება და პროექტი დამეტოვებინა იმის გამო რომ შენ პროსტა მომეცი დისლაიკი და მე არ მწყენია მართლა ხო გითხარი ნახე და შენ ამ უაზრო დებილობა თამაში ვიღაცამ რო თქვა რომ ზედმეტი ხარო შენ იქ თქვი ანუ ხალხი გამოხვედი და თქვი რომ ავტოს ამ პროექტში ვერ უხედავო ის რომ ექნა რომ მაზანას მეთქი ბარემ 6 ლაიქია და მოდი მეც მე7 მივაწერე მეთქი ეგ უფრო სწორი იქნებოდა არა არასწორზე არ არის ხოდა რო რაღაც რო უნდა მექნა ვიდა რა გაჟღუბებ თო ამასაც რაღაც უნდა ექნა ამასაც რაღაც უნდა ექნა არა შენ რო თქვი ჩემზე რომ ზედმეტი არისო მე შეიძლება და პროექტიდან წავსულიყავი ეგაა მე არ მწყენია და არც შენ არ გეწყინოს ხო ანუ ტიპს წარმოიდგინე როდინდელი რაღაცა ახსოვს დღემდე და თურმე როგორ აწუხებს და დღეს ანუ ამოღერღა რომ ესა თურმე როგორ წყენია ამ თუ გეწყინა ხო თან იმ წამსვე და იმ დროსვე ხო თქვა რომ მეწყინაო მე ხო ავუხსენიე ყველაფერი რა როგორანაირად და რატო ვთქვი მაინც არა ანუ ჩადებულია ანუ ჩადებული თუ აქ კონდეს ანუ მე არ მაქვს რანაირი პრობლემა просто ну მაბრალებ რაღაცებს არა ეხლა ანუ ესე კარგად ხო ვიცით წესები და ყველაფერი რა მოდი მაგ თემას დავანებოთ იმიტომ რომ არ არის ძალიან გასარკვევი მე მგონი ანუ საერთოდ არ არის გასარკვევი წესი და ბაზარი არა მოვკალით ეგ თემა ეხლა ჩვენ იმ თემაზე ვაზრობდით რომ გიორგიმ ახსენა ბატონი წუპაკა და სალომეს შეყვარებული უკვე მგონი გიორგის მიხვდა რომ არასწორი არის მაგრამ ანი როგორც ყოველთვის იმენა რა მე რა რო შეურწყო მოგეყენატო მე რა მე არ ვფტული რომ არასწორია სწორია გიორგი შეურწყო მოგეყენა მე გაიცი პასუხი მე რა რო გოგო ხარ მე ვთვლი რა ვიტო ნაკოლი მომეცით სადიყო არასტორიო ანუ გიორგის დანაშაული ის არის რომ ახსენა გარეთ მყოფი ადამიანი და ახოდ მაგას ზევიდან ისე მატება რომ წუპაკა და სალომეს იძახის რომ მსგავსი არაფერი არ ხდება მე რო ვახსენე დედაშენი დავუკითხავთ რა რეაქცია გიქნება აი ჩესნათ მითხარ მოვალ და პროსტა შენ კითხავ რომ დედაჩემი რა შუაშია რატო ახსენე ხო იგივე ხო მოხდა წეგან და მე რო გითხრა რო იცი რა არის უბრალოდ კომენტარებში დამიწეროს დედამისზე რაღაცა და დედაშენზე რაღაცა და მე ის წავიკითხე რატო უნდა წავიკითხო დედაშენი რატო უნდა საერთოდ რატო უნდა ვახსენო მითხარი გიორგიმ რაც არ უნდა ქნას ანი იმენა ჩემი დედას ფიცაوال გიორგია მარტალი ну კაი გავარკვევთ და სალომემ კიდე ანუ ისიც თქვა რომ დაბელოდებიო როდის ჩაერთვებაო ლაივიო და მაშინ ვიტყვიო მაგას რო წყენოდა მივიდოდა და მე რომ მეწყინება პირდაპირ მივარ ადამიანთან და ესე არ ვიზავ ხდები ანუ მოდი შეადარე ეგეც რა არის და როგორ არის აი ხალო რა წამო
ანუ თემა არის მას აი კიდე რა მოგეშვი. არა, მოიცა. მიხედავთ. ვაფშე უნდა გავარკვიოთ ეს ყველაფერი რომ არავინ არ ინერვიულოს. არა. მინდა თუ გარკვევა უნდა და სტრიმს კი არ დაელოდებოდა. ჩვენ მაინც არ ვსჯით ანის. ხვდებით რომ ეგ იყო ზედგავლენა. რამხელოური შეუწყობებით არ უნდა მოგვეყენოს ანიმ, მაინც ვითმენთ, მაინც ვეფერებით და მაინც ველოდებით, როცა ანი დაინახავს სიმართლეს. ანი იმენა უნდა გადავარჩინოთ. ანი ეხლა იმენა მანიპულაციის ქვეშ არის. ჩემ ადგილზე არ გაღიზიანდებოდით? მე სახელი არ მეთქვია ვინ იყო, ვიზე ვთქვიო ეგო. რა? ანუ 1%-იანია. ანუ სახელი არ დამიკონკრეტებია. იმენა ჩემ დაჯახებას კლდეს და ეჯახოთ გერჩივნოთ გავისროლოთ ყუიას ყველა კი არ ვიძახი. ეხლა შევ. მოდით. ბრაზილიური სერიალი 473 სერიის დასასრული. ოშირახა. ამოგიცანი. რას უყურებ იმ ტიტულ ბიჭს? ის უნდა ყოფილიყო რეალიტი შოუი, სამედიცინო გადაცემა. თორმე 14 ავადმყოფი ადამიანი როგორ შუშდება? ბიჭო.